და მივესალმებ ტელემაყურებელს. ჩემი შეხსენება არ სჭირდება საქართველოს მოსახლეობას იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში არის გამოუვალი მდგომარეობა. ქვეყანა არის პოლიტიკურ კრიზისის მდგომარეობაში, კონსტიტუციური კრიზისია და არის ისეთი პოლარიზებული გარემო, რომელიც აუცილებლად საჭიროებს გადატვირთვას, აუცილებლად საჭიროებს ძიებას, გზებისა ამ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად. რა თქმა უნდა, ამნისტიის აქვს ძალიან ბევრი შემადგენელი კომპონენტი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია თუნდაც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული საქსტატის მიერ სტატისტიკა 2025 წლის დანაშაულების და საპატიმროებში მყოფი პირების და არა მხოლოდ პრობაციონერების შესახებ. ჩვენ ვნახეთ, რომ საგრძნობლად არის გაზრდილი პრაქტიკიდან ბოლო პერიოდის ყველაზე დიდი მაჩვენებელი მსჯავრდებულების, აქ იგულისხმება როგორც პატიმრობაში მყოფი, ასევე არასაპატიმრო სასჯელების ქვეშ მყოფი ადამიანები. გარდა ამისა არის ძალიან გაუარესებული მდგომარეობა პენიტენციურ დაწესებულებაში. ჩვენ თვითონ ქართული ოცნების ბრიფინგებიდან ვიტყობთ, რომ არის უდიდესი კრიზისი, ქუნდური მენტალიტეტის ზრდა, არის ამავდროულად ყოველდღიურად გაუარესებული ფონი საპატიმრო დაწესებულებებში. ყველაფერი ეს არის წინაპირობა იმისათვის, რომ ქვეყანაში საჭირო არის განხორციელდეს ამნისტიის აქტი. ამნისტიის აქტი გულისხმობს ამავდროულად, რომელიც თავისი შემადგენლობით არის ჰუმანური აქტი, გულისხმობს იმ საქმეების გადახედვას, რა თქმა უნდა, რაც არის პოლიტიკური მართლმსაჯულების ქვეშ. და ჩვენ ხო ყველანი ვთანხმდებით, რომ საქართველოში სამართლიანი სასამართლო არ არსებობს. საქართველოში არის უსამართლო სასამართლო. შესაბამისად, უსამართლო სასამართლოს მიერ მსჯავრდებული პირებისათვის ეს ციხე წარმოადგენს კატასტროფას. ციხე, სადაც უკვე ყველა აღნიშნავს, რომ არის ძალიან ცუდი პირობები, რომელიც ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხოების სტანდარტებს, ვერ აკმაყოფილებს კვების სტანდარტებს, ამავდროულად გვანახებს ქართული ოცნება, რომ პენიტენციული დაწესებულებების ხელმძღვანელებს აკავებენ, ტენდერებში აკავებენ ადამიანებს, რომლებიც დაკავებულები არიან სხვადასხვა ტენდერებიდან აღებული ატკატებით, ესეთი რაღაც ტერმინები რომ გამოვიყენოთ. და ქვეყანაში რაც მთავარია, საჭირო არის დეპოლარიზაცია სიტუაციის, იმიტომ რომ უაღრესად პოლარიზებული გარემო არის და ეს ქვეყანა საჭიროებს ფართო მასშტაბიან, ოღონდ სამართლიან ამნისტიას და პირობები, რა თქმა უნდა, ვინ არის პოლიტიზირებული მართლმსაჯულების მსხვერპლი, ვის სასჯელის საჭიროებს გადახედვას, როგორ იქნება გადახედილი, ვის მოხდილი აქვს დაუშვათ ნახევარი, ვინ როგორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, ეს არის უკვე შემდეგი სამუშაო. მთავარი არის პოლიტიკური გზავნილი ჩვენგან, რომ ჩვენ ძლიერი საქართველოს ლელო რომ ვიყოთ ხელისუფლებაში, აუცილებლად განვახორციელებდით ასეთ აქტს. ახლა თავაზობთ ქართულ ოცნებას. ისინი არიან გვინდა თუ არ გვინდა ხელისუფლებაში, ეს არის მოცემულობა, მათ ხელწიფებად განახორციელონ ასეთი აქტი. დღეს ციხეებში არიან სხვა პირებს რომ თავი გავანებოთ, ამავდროულად საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვისთვის დაკავებული ადამიანები, რომლებიც იდგნენ ქუჩებში და იცავდნენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ციხეებში არიან ადამიანები, რომლებიც არიან ქვეყანაში მართლაც ძალიან მძიმე ნარკოპოლიტიკის შედეგად მყოფი ადამიანები. მაშინ, როდესაც ქვეყანა ორიენტირებული უნდა იყოს იმაზე, რომ იყოს დანაშაულის პრევენცია, რაც ნაკლები დანაშაული მოხდება ქვეყანაზე. თორე, როდესაც ჩადენილია დანაშაული და მით უმეტეს საგანგაშო სტატისტიკა არსებობს, იმ შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი სასჯელის ღირსეულად მოხდას და როდესაც არის საშუალება, რომ განხორციელდეს ამნისტიის აქტი, უნდა განხორციელდეს ასეთი აქტი და კრიტერიუმების მიხედვით, მაგრამ ეს კრიტერიუმები აუცილებლად უნდა იყოს სამართლიანი და არა შერჩევითი, როგორცაც ახორციელებდა ქართული ოცნება სხვადასხვა პერიოდში, მორგებული მუხლებით კი არა, სამართლიანი ამნისტიით. კი ბატონო, ქალბატონო, როგორ ფიქრობთ, ეს ამნისტია მათ შორის, რომელზეც თქვენ საუბრობთ, უნდა შეეხოთ თუ არა ქართული ოცნების ყოფილ მაღალჩინოსნებსაც, რომლებიც პატიმრობაში არიან, იგივე თუნდაც ღარიბაშვილი, ბურჯულაძე, ლილუაშვილი და ასე შემდეგ.
პირველ რიგში ამნისტიის აქტი, როდესაც ხორციელდება, არის აუცილებლად მოცემულობა საჭირო იყოს ადამიანი მისჯავრდებული და ამავდროულად ახლა ჩვენ თუ ვამბობთ და ვთანხმდებით, რომ ქვეყანაში არის პოლიტიზირებული მართლმსაჯულება, რა მნიშვნელობა აქვს ვინ არის კონკრეტული პირი. ეხლა თუ ჩვენ კლასიკური გაგებით პოლიტპატიმარს შევხედავთ, ახლა ნელსონ მანდელებით არა გვაქვს ხო ციხეები გადავსებული. თითოეული ადამიანი სამართალწარმოების სხვადასხვა სტადიაზე თუ მის მიმართ დარღვეული არის სამართლიანი სასამართლოს უფლება და თუ მის მიმართ არის ის უფლებები დარღვეული, რითიც ის უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო, ცხადია პოლიტიზირებული მართლმსაჯულების მსხვერპლია და ამ შემთხვევაში აუცილებლად საჭიროა, რომ სამართლიანი მართლმსაჯულების მიმართულებით გადაიხედოს საკითხები და განხორციელდეს ამნისტია. მით უმეტეს ეხლა არ არის რაღაც წინასაარჩევნო გარემო, მით უმეტეს დღეს არ არის ის მოცემულობა, რომ აი დაუშვათ ვიღაცა რომელიმე პარტია ამის გამოცხადებით რაღაცა ქულის დაწერას შეეცადოს. არა, ჩვენ ვამბობთ, რომ ქვეყანაში საჭირო არის თუ გადავალთ იქისკენ, რომ პოლარიზაციაა დასამარცხებელი, თუ ვამბობთ იქისკენ, რომ გადასახედია აბსოლუტურად ფუნდამენტურად მართლმსაჯულების სისტემაში და შემდეგ უკვე პენიტენციურ სისტემაში არსებული მდგომარეობა რატო არ განხორციელდეს მაშინ, როდესაც კიდევ ერთხელ ჩამოვთვლი. პირველი ეს არის სიტუაციის გადატვირთვა, მეორე ეს გახლავთ პოლარიზაციის დამარცხება, მესამე ეს გახლავთ ის ძალიან მძიმე სტატისტიკა, რომელიც არის დღეს დანაშაულის ზრდის მიმართულებით, ის მძიმე გარემო, რომელიც არის პენიტენციურ დაწესებულებაში, ის კრიმინალური სუბკულტურა, რომელიც ისევ და უფრო მეტად გამძაფრდა დღეს როგორც ქუჩებში, ასევე პენიტენციური დაწესებულების შიგნით, რატომ არა? ეს არის ძალიან მარტივი შესაძლებლობა. ეხლა ქართული ოცნებას ის ხელი წიფება, იმიტომ გვინდა არ გვინდა ვართ ოპოზიციაში თუ არ ვართ ოპოზიციაში, ისინი არიან ხელისუფლებაში და გარდა ამისა, ეს ყბადაღებული რაღაც მოინანიე და სხვა კომპონენტები აქ აბსოლუტურად არ არის. არის ამნისტია, რომელიც არის გამოსაცხადებელი და ეს მარტივად შეუძლია ქართულ ოცნებას გააკეთოს და გარდა ამისა, რეალური ამნისტია წლებია უკვე ჩვენ ვუყურებთ, მათ არ განუხორციელებიათ ყოველთვის რაღაც კონკრეტულად მათთან დაკავშირებული პირების მიმართ ხორციელდება, ასევე რაღაც ვიწრო პოლიტიკურ ჭრილში, რაც მათთვის ბენეფიტის მატარებელი იყო, თორე რეალურად პატიმრებზე მათ არ უმსჯელიათ და მათზე არ უზრუნვიათ და ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანი ძალა ვაცხადებთ, რომ სამართლიანი, დიახ, სამართლიანი და კრიტერიუმებზე დაყრდნობილი, შესაბამის კრიტერიუმებზე დაყრდნობილი ამნისტიის ჩატარება დღეის მდგომარეობით განმოხტავდა სიტუაციას. კი ბატონო. და ლანა, ასევე მინდა გკითხოთ დღეს მამუკა მდინარაძის მიერ გაჟღერებულ ინიციატივაზე, ალბათ თქვენც მოისმენდით, მოკლედ უნდა შეიქმნება, ესე იგი, სამმართველო, რომელიც გააკონტროლებს საჯარო სივრცეში სისტემური მონიტორინგი განხორციელდებაო, მათ შორის სოციალურ ქსელებში, ეს იქნება ფოტო, არ ვიცი, პოსტი, სტატუსი თუ ასე შემდეგ და სიძულვილის ენას უპირისპირდებიან ამ მეთოდით. რა სიტყვით ამ ინიციატივასთან დაკავშირებით, აი, არ ვიცი, კონსტიტუციონალისტებმაც, იურისტებმაც უკვე ვინც გააკეთა შეფასებები თქვენს, რომ ეს არის თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის მორიგი მცდელობა, ეს არის კვლავ ცენზურა და ასე შემდეგ. თქვენი აზრით რა არის ეს და რამდენად იქნება აღსრულებადი ის, რაც დაგვიანონსა დღეს მამუკა მდინარაძემ, სხვათა შორის აი ახალი თანამდებობის რაღაცა ესე ვთქვათ რანგში პირველად გამოჩნდა საჯაროდ სახელმწიფო მინისტრის სტატუსით. ანუ ნაიცით დღეს ბრიფინგს, როდესაც ვუყურებდი, პირველი რეაქცია ჩემი იყო ის, რომ გავიცინე, იმიტომ რომ ფანტასტიკის ჟანრს მეგონა ვუსმენდი და მე გაუბრაზდი, რადგანაც უკვე ვიგრძენი საკუთარ თავზე, რომ როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ანუ დღეს გამოდის ადამიანი და ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში ქმნის სამმართველოს გინების საწინააღმდეგოს. ეს არის ადამიანი იმ პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი და ზოგადად ქართული ოცნება არის ის პოლიტიკური გუნდი, რომლებმაც კოლ-ცენტრები შექმნეს ადამიანების მასიურად საგინებლად. და თქვენ გახსოვთ ხომ ორგანიზებული კამპანია, დაწყებული მათი დეპუტატებიდან და დასრულებული იმ ქუჩის ბანდფორმირებებით, რომლებიც დაგუზდებდნენ, გვაგინებდნენ, შეურაცხყოფას გვაყენებდნენ და რა ვიცი, ბართლომე ზღამე მოუწყვეს ჟურნალისტებს
სტუდენტებს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, პოლიტიკოსებს და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ვიყავით ქუჩებში და რომლებიც ვაპროტესტებდით ჩვენს ქვეყანაში ევროატლანტიკური მიმართულების გზის ჩაკეტვას, ხო? ახლა ძალიან ბევრმა შეადარა და მეც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იმიტომ რომ ახლა თუ აპირებენ რომ ირანის მსგავსად საქართველოში რაღაც მორალის პოლიცია შექმნან, ძალიან ცუდად დაუსრულდებათ ეს ყველაფერი. ცუდად დასრულდება და პირიქით მათ შემოუტრიალდებათ ყველაფერი. დაიწყონ დამნაშავეების ძებნა საკუთარ თავში და თუ დღეს ასეთ სამმართველოს ქმნიან, მათი სახელობისაა ეს სამმართველო და დაარქვან რომელიმე დეპუტატის სახელი, აი ეს უზრდელი და უტიფარი დეპუტატები რო ყავთ საქართველოს პარლამენტში, რომ დადგებიან და პარლამენტის ინსტიტუციასაც რომ ესეც შეურაცხყოფას აყენებენ და იქიდან იგინებიან პირდაპირ საქართველოს დროშების ფონზე. ეს არის სამარცხვინო რამ, როდესაც იმის ნაცვლად რომ ისაუბრონ შინაგან საქმეთა სამინისტროში განსახორციელებელ რეფორმებზე, გენერალური ინსპექციის გაძლიერებაზე, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, სამმართველოს რეალური ფუნქციების მინიჭებაზე, საზღვრის დაცვაზე, იმდენი რამეა სასაუბრო ძალოვანი უწყების რეფორმირების კუთხით და გამოდიოდე და საუბრობდე რომ ყველას დაგიჭერთ, ყველას გაგაკონტროლებთ იმით რომ შევქმნი შინაგან საქმეთა სამინისტროში გინების საწინააღმდეგო სამმართველოს, არ ვიცი, სასაცილოც არის და სატირალიც არის და აი მცხვენია, მართლა მცხვენია რომ დღეს ამას ვისმენ საკუთარ ქვეყანაში, მაგრამ რა ვიცი ახლა ირანიდან ეს გადმოიღეს ალბათ და ახლა მორალის პოლიცია წარმოუდგენიათ ალბათ თავი და არ გამიკვირდება ცოტა ხანში ქუჩაში გამოეკიდნონ ახალგაზრდებს და კაბის სიგრძე შეუმოწმონ, იმიტომ რომ სხვა რამეს მე ვერ გეტყვით. ეს არის წარმოუდგენელი რამ ქვეყანაში, სადაც არის უმუშევრობა, სიღარიბე, არის ტოტალური პოლარიზებული გარემო, ადამიანები გარბიან ქვეყნიდან, ბავშვები მშობლების გარეშე იზრდებიან, მოხუცები საჭმელს იღებენ ნაგავსაყრელებში და ფიქრობენ წამალი იყიდონ, გადასახადი გადაიხადონ თუ პური შეჭამონ, ამ დროს სახელმწიფო იმით არის დაკავებული, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში შექმნას გინების საწინააღმდეგო სამმართველო, რომლის თანამშრომლები ჯერ როგორ უნდა აკადრო ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაღაც ღირსეულ თანამშრომელს, რომ დაჯექი შენ და გააკონტროლე და მონიტორინგი გაუწია ვიღაცა რა სიტყვის ტელევიზიით ან რას დაწერს სოციალურ ქსელში და შემდეგ ამის მიხედვით დაიწყე მისი დევნა. ახლა ღირსეული პოლიციელი ახლა ამ დავალებას ხო არ მიიღებს. ღირსეული პოლიციელი იცავს საზოგადოებრივ წესრიგს, გვიცავს ჩვენ მოქალაქეებს წესით და ახლა ვინც ასეთ დავალებებს მიიღებს, ის უღირსი იქნება. ეს ხო ახლა ამას რა თუ უნდა ლაპარაკი და ახლა იმ ხელისუფლებისგან, რომელიც თვითონ იყო სისხლიანი ბანერების კამპანიის ავტორი, იმ ხელისუფლებისგან, რომელმაც აი პოლიტიკური მიზნით ბანერები გამოიყენა, რომელზედაც დაბომბილი უკრაინა აჩვენა, ის ხელისუფლება, რომელიც დაძდებდა და ქუჩებში უსწორდებოდა ადამიანებს და მათი შვილისტოლა ადამიანებს, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს იცავდნენ, მე უკვე აღარაფერი არ გამიკვირდება და ამიტომაც არის ხალხო საჭირო რომ ვიბრძოლოთ, რა თქმა უნდა დავამარცხოთ ქართული ოცნება არჩევნების გზით, ძალიან ბევრი ადამიანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე, ერთის მხრივ ოპოზიციის ამოცანა უნდა იყოს რომ მასიურად კამპანია და ძლიერი ალტერნატივა დაინახოს მოსახლეობამ და მეორე, ეს უნდა იყოს ძალიან დიდი ტალღა, დამთრგუნველი უმრავლესობა, რომლებიც მივალთ არჩევნებზე და გავაკეთებთ არჩევანს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ანუ ჩვენი ქვეყნის მომავალი ნათელი დღისთვის და არა იმ შაუბნელი წარსულისკენ, რომელიც არის აი ესეთი ამხანაგური სასამართლოები, როგორიც არის აი ესეთი დასმენები, რაღაცა სრუჩვენების მიცემები და ეს არის წარსული უკან და იმ უკუნითესკენ, საიდანაც აი ესე ვცდილობთ აცწლეულებია გამოსვლას. კი ბატონო, და ლანა, ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ, ალბათ თქვენც ნახავდით იმ ვიდეო მასალებს, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, გულისხმობ რუსთაველის თეატრში რუსი სტუდენტების მიერ დადგმულ სპექტაკლს, არ ვიცით, ცეკვას, სიმღერას, ლექსებს და ასე შემდეგ. როგორც თეატრის ხელმძღვანელობა გითხრა, ეს უბრალოდ რაღაც თითქოს ჩვეულებრივი ამბავიაო, ესე ვაქირავებთ ხოლმეო, სივრცესო და
ასე მოხვდნენ იქ რუსის სტუდენტებიცა და კულტურის სამინისტრომაც იგივე თქვა პრინციპში, რომ ეს თეატრის პრეროგატივაა, ვისზე და როგორ მოხდება იჯარით სცენის დათმობავა. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს, როგორ ფიქრობთ, ცდილობს თუ არა რაღაცა ნორმალიზებას მათ შორის სახელმწიფო, რომ აი რაღაცნაირად რუსული პროპაგანდა გავრცელდეს, თუნდაც აი ამ გზებით ქვეყნის შიგნით. ანუ ნაიცით რუსთაველის თეატრის სცენაზე დადგმულა უდიდესი ნაწარმოებები. რუსთაველის თეატრის სცენაზე დადგმულა მეფე ლირი, რიჩარდ მესამე, არ ვიცი, უამრავ ღირსეულ მსახიობს გაუტარებია თავის ცხოვრება, მთლიანი ცხოვრება რუსთაველის სცენაზე და ჩემი ქვეყნის ტრაგედია დღეს ამ სცენაზე კაჭუშას თუმღერიან. აი რა გითხრათ მეტი? აი ეს არის პირდაპირ ნათელი მაგალითი იმისა, საითკენ მივდივართ, აი კულტურაშიც საითკენ მივდივართ, ხო? ხო არ შეიძლება ყველაფერი გააკეთო ამ ქვეყნად. შეიძლება ყველაფერს ხაზი გადაუსვა. ეს როგორ უნდა შეფასდეს? ტრაგედია, ერის ტრაგედია, ქვეყნის ტრაგედია, კულტურის ტრაგედია მათ შორის და ამას ქართველი ხალხი ადეკვატურ შეფასებას მისცემს და დღეს რასაც გავეცანი გამოხმაურებებს უკვე ჩანდა ეს ყველაფერი. პირიქით, ახლა ქართული ოცნება თუ ჩაუღრმავდება საკუთარ ქმედებებს, უნდა მიხვდნენ რას აკეთებენ და ჩვენ აუცილებლად გავცემთ პასუხს მათ საკადრის პასუხს არჩევნებზე.